ოფიციალური სამეცნიერო ინფორმაციასთან ერთად გრძელდება მრავალი სპეკულაციური და შეიძლება ითქვას გადაჭარბებული, მეტიც, ყალბით ცნობების გავრცელება ვარსკვლავთ შორის ობიექტ 3i წილადი ატლასთან დაკავშირებით. ჩემი მაყურებლების ნაწილის კომენტარებიდანაც კარგად ჩანს, რომ ტყუილ მართალში არეულმა ცნობებმა მსოფლიო საზოგადოებაში დიდი დაბნეულობა გამოიწვია. ზოგან პანიკაც. იმის მიუხედავად, რომ უცხოპლანეტური ცივილიზაციებისა და მათი კვლევის მიმართ ამ პროექტსა და პირადად მე დიდი ინტერესი გვაქვს, რაშიც ჩემი დიდი ხნის გამომწერები დამეთანხმებიან. ვერ დავუშვებ, რომ ფანტასტიკური მოსაზრებები და ვარაუდები გამოსაღო როგორც უტყუარ მტკიცებულებად და ნახვების სანაცვლოდ მაყურებელი შეცდომაში შევიყვანო, რასაც სამწუხაროდ როგორც საერთაშორისო ისე ცალკეული ქართული YouTube არხები დიდი წარმატებით აკეთებენ. ყველას თავისი გზა აქვს. მე კი ჩემი პასუხისმგებლობიდან და მაღალი რეპუტაციული დამოკიდებულებიდან გამომდინარე კვლავ გავაგრძელებ ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობას. არც იმას დაგიმალავთ თუ რაიმე თეორიული ან ჰიპოთეტური მოსაზრება გავრცელდება ამ და სხვა ჩვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და ეს გამიკეთებია კიდეც. დასაწყისში, როდესაც პირველად გამოჩნდა ეს ობიექტი, მე სხვადასხვა თეორიაზე ვსაუბრობდი, მათ შორის მის უცხოპლანეტურ წარმოშობასთან დაკავშირებითაც. მაგრამ ეს მხოლოდ თეორია, უბრალოდ ჰიპოთეზა იყო. ჰიპოთეზა კი არ ნიშნავს მტკიცებულებაზე დამყარებულ ფაქტს. მაშასე, რა გვაქვს ახალი ერთი კვირის თავზე ამ ვარსკვლავთ შორის ობიექტთან დაკავშირებით და რას ამბობს ოფიციალურად NASA, რადგან ამ დღეებში NASA-ს დუმინის მიუხედავად, რაც ამერიკაში სამთავრობო შატდაუნით არის გამოწვეული, არაერთი ყალბით ცნობა გავრცელდა. თითქოს NASA რაღაცას ადასტურებს. მეგობრებო, აი რა არის NASA-ს უკანასკნელი ცნობები ამ ობიექტთან დაკავშირებით? 3i ატლასი არის მესამე ცნობილი ვარსკვლავთშორისი ობიექტი, რომელიც ჩვენს მზის სისტემაში აღმოაჩინეს. ის კომეტაა, რომელიც ჩვენს სისტემაში მხოლოდ ერთხელ გაივლის. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ NASA-ს, ისევე როგორც ასტრონომიული საზოგადოების უმეტესობას, არ დაუდასტურებია და არც არის რაიმე სანდო პირდაპირ მტკიცებულება იმისა, რომ ვარსკვლავთშორისი ობიექტი 3i წილადი ატლასი არის უცხოპლანეტური ტექნოლოგია ან ხელოვნური ხომანდი. NASA-ს ოფიციალური პოზიცია და მიმდინარე სამეცნიერო კონსენსუსი ასეთია. ვარსკვლავთშორისი კომეტა ჩვენს მზის სისტემას სტუმრობს სხვა ვარსკვლავური სისტემიდან ჰიპერბოლური ტრაექტორიის გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ მზის მიზიდულობა მას ვერ იჭერს და ის სამუდამოდ გაფშორდება. უჩვეულო, მაგრამ ბუნებრივი მოვლენები. მიუხედავად იმისა, რომ 3i წილადი ატლასმა რამდენიმე უჩვეულო თვისება გამოავლინა, მაგალითად, ნიკელის ორთქლის აღმოჩენა დაბალ ტემპერატურაზე, წყლის მაღალი შემცველობა და სიკაშკაშის მკვეთრი მადება. მეცნიერები ამ მოვლენებს მაინც ბუნებრივი კომეტური პროცესებით ხსნიან, რომლებიც სავარაუდოდ განსხვავებული წარმოშობის ვარსკვლავური სისტემის ქიმიურ შემადგენლობას უკავშირდება. ჰიპოთეზა და არა ფაქტი. სპეკულაციები უცხოპლანეტურ წარმოშობაზე ძირითადად ასტროფიზიკოს ავილოების ჰიპოთეზებს უკავშირდება, რომელიც ვარაუდობს, რომ ასეთი უჩვეულო ობიექტები არ უნდა გამოირიცხოს, როგორც ხელოვნური წარმოშობის შესაძლებლობა. თუმცა ეს არის ჰიპოთეზა და არა დადასტურებული სამეცნიერო ფაქტი. უცხოპლანეტური სიგნალის არარსებობა. არც ერთ სააგენტოს, მათ შორის NASA-ს, 3i წილადი ატლასის მხრიდან არ დაუფიქსირებია რაიმე სახის ხელოვნური რადიოსიგნალი ან ტექნოლოგიური ნიშანი, რომელიც უცხოპლანეტურ ინტელექტზე მიუთითებდა. აქედან გამომდინარე, მოკლე დასკვნა, NASA-სთვის 3i ატლასი არის უიშვიათესი ბუნებრივი კომეტა სხვა ვარსკვლავური სისტემიდან, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მეცნიერებს შეისწავლონ გალაქტიკის სხვა ნაწილის ქიმიური შემადგენლობა. მაინც რა უჩვეულო თვისებები გამოავლინა ამ ობიექტმა, რის გამოც ასეთი აჟიოტაჟი ატყდა, რომ როგორც იქნა ნანატრი კოსმოსური მეზობლები გამოჩნდნენ. წყლის აღმოჩენა და მოულოდნელი აქტივობა. NASA-ს ნეილ გერჰელ სვიფტის ობსერვატორიამ დაადასტურა, რომ 3i წილადი ატლასზე წყლის ქიმიური ნიშანკვალია, ჰიდროქსილის ანუ OH-ის გაზის სახით, რომელიც წყლის მოლეკულების დაშლის შედეგად წარმოიქმნება. წყლის დაკარგვის სიჩქარე.
კომეტა დაახლოებით 40 კილოგრამ წყალს კარგავს ყოველ 1 წამში, რაც მეცნიერებისათვის მოულოდნელია, რადგან ამას ის ჯერ კიდევ მზისგან შორს მდებარეობისას ავლენდა. იმისთვის, რომ სითბომ წყლის ყინულის ასეთი მასშტაბით აორთქლება გამოიწვიოს, კომეტა ბევრად უფრო ახლოს უნდა ყოფილიყო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მზის სხივებისგან მცირე ყინულოვანი მარცვლები შორდება და ხურდება. გაძლიერებული სიკაშკაშე. კომეტა მზესთან მიახლოებისას მოულოდნელად სწრაფად ანათებდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რაც მის უჩვეულო ქიმიურ აქტივობაზე მიუთითებს. დაკვირვებებმა ასევე აჩვენა, რომ კომეტა მზის შუქზე ბევრად უფრო ლურჯად გამოიყურება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მის სიკაშკაშეში მნიშვნელოვანი წვლილი გაზებში აქვს და არა მხოლოდ მტვერს. ნიკელის აღმოჩენა. ასევე აღმოაჩინეს ატომური ნიკელის ორთქლი, რაც მეცნიერებისათვის უცნაურია, რადგან ასეთ დაბალ ტემპერატურაზე მყარი მეტალები არ უნდა გადადიოდნენ აირად მდგომარეობაში. შემადგენლობა. ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა კომეტაზე ნახშირო ჟანგი, წყალი და სხვა ნაერთები დააფიქსირა. ორბიტა და მდებარეობა. მიახლოება მზესთან 3i წილადი ატლასმა მზესთან ყველაზე ახლო წერტილს პერიჰელიონს დაახლოებით 2025 წლის 30 ოქტომბერს მიაღწია, რაც მარსის ორბიტის შიგნითაა. კომეტა დედამიწისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ხილვადობა. მზესთან ახლო მდებარეობის გამო ის დროებით მიეფარა ხილვადობას, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2025 წლის ნოემბრის შუა რიცხვების შემდეგ კვლავ გახდება ხელმისაწვდომი დასაკვირვებლად დიდი ტელესკოპებით. კიდევ უფრო ხილვადი უნდა იყოს დეკემბერში, რადგან ის დედამიწას დაახლოებით 270 მილიონი კილომეტრის დაშორებით ჩაუქროლებს. ამიტომ ასტრონომებს იმის იმედი აქვთ, რომ ამ დროს ის რაც მზესთან სიახლოვის გამო კომეტისგან დარჩება, თუ საერთოდ დარჩება რამე, უფრო კარგად დაიკვირვება. ეს რაც შეეხებოდა გარკვევით და დაღეჭვით NASA-ს ოფიციალურ პოზიციას. მოდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და გავიაროთ ის დეტალები, თუ რა უცნაურობებს ჰქონდა ადგილი ამ კომეტის მხრიდან და რატომ გავრცელდა ამდენი კონსპირაციული მოსაზრება 3i წილადი ატლასთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლოა უცხოპლანეტური წარმოშობის ყოფილიყო. ვარსკვლავთშორისი ობიექტი 3i ატლასი. ეს ობიექტი ცოტა ხნის წინ მზეს ძალიან ახლოს მიუახლოვდა და ამ დროს მისმა მოქმედებამ ასტრონომები სრულად გააოგნა. მეცნიერებმა ხელახლა დააფიქსირეს უცნაური აქტივობა და რაც მთავარია, 3i წილადი ატლასმა საბოლოოდ აჩვენა არაგრავიტაციული აჩქარების ნიშნები. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა. ერთ-ერთი ახალი სურათი მიღებულია NASA-ს ფანჩის თანამგზავრული ქსელისგან, რომელიც 2025 წლის 27 ოქტომბერს მაშინ გადაიღეს, როდესაც 3i წილადი ატლასი მზესთან ყველაზე ახლოს, ეგრეთ წოდებულ პერიჰელიუმთან იმყოფებოდა. სხვა ობსერვატორიებმაც, მათ შორის სტერეომ, მზის მიწის ურთიერთობების ობსერვატორიამ და SOHO-მ, მზის და ჰელიოსფერულმა ობსერვატორიამ, გაავრცელეს ახალი ფოტოები, რამაც მეცნიერები გააოცა. უპრეცედენტო განათება. მონაცემების თანახმად, პერიჰელიუმამდე მისვლამდე ცოტა ხნით ადრე 3i წილადი ატლასმა მოულოდნელად დაუგეგმავი ტემპით დაიწყო განათება. მისი სიკაშკაშე გაიზარდა დაახლოებით მზის მანძილს -7.5-ის ხარისხთან მიმართებით. მარტივად რომ ვთქვა, რაც უფრო უახლოვდებოდა ობიექტი მზეს, მით უფრო კაშკაშა ხდებოდა, ვიდრე მეცნიერები მისი მანძილის მიხედვით ელოდნენ. ასეთი ექსტრემალური განათება ჩვენს მზის სისტემაში არასოდეს დაფიქსირებულა არც ერთ კომეტაზე. სიკაშკაშის ასეთი მკვეთრი ზრდა შეიძლება ორ რამეს ნიშნავდეს. კომეტა გამოყოფს დიდი რაოდენობით გაზს და მტვერს, რაც უჩვეულოდ ძლიერ აქტივობაზე მიუთითებს. და მეორე, მას შეიძლება ჰქონდეს ძალიან უჩვეულო ქიმიური შემადგენლობა, რომელიც ინტენსიურად რეაგირებს მზის სითბოზე. ზოგიერთი მეცნიერი აღნიშნავს, რომ 3i წილადი ატლასმა მსგავსი უცნაური ქცევა ადრეც გამოავლინა, როდესაც მარსს უახლოვდებოდა. მაშინაც ის მოულოდნელად გაკაშკაშდა პლანეტასთან მიახლოებისას. ეს განმეორებადი ნიმუში მეცნიერთა თქმით, ნამდვილად უჩვეულო და დამაბნეველია. არაგრავიტაციული აჩქარება. ყველაზე საინტერესო აღმოჩენა 3i წილადი ატლასის შესახებ ის არის, რომ მეცნიერებმა ახლა ნათელი ნიშნები იპოვეს იმისა, რომ ის არ მოძრაობს ზუსტად ისე, როგორც ამას გრავიტაცია ეთვალისწინებს. რომ გავამარტივო, მზის გრავიტაციული მიზიდულობის გარდა, როგორც ჩანს, სხვა რამეც აძლევს მას მცირე, მაგრამ გაზომვად ბიძგს.
ამ ეფექტს ეწოდება არაგრავიტაციული აჩქარება და მან მთელი მსოფლიოს ასტრონომების ყურადღება მიიპყრო. NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის ნავიგაციის ინჟინრის დევიდ დე ფარაკიას თქმით, ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ როდესაც 3i წილადი ატლასი მზეს ძალიან ახლოს მიუახლოვდა, ის ოდნავ უფრო სწრაფად აჩქარდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ეს დამატებითი ბიძგი უკიდურესად მცირეა, თუმცა საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი იყოს ორბიტის ზუსტი გამოთვლებისთვის. სავარაუდო მიზეზი და ახალი შესაძლებლობები. მეცნიერთა თქმით, ამ არაგრავიტაციული აჩქარების ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გამოთვლილი. ყველაზე სავარაუდო ახსნა არის გაზის გამოყოფა, outgassing. პროცესი, რა დროსაც მზის სითბო იწვევს კომეტაში ჩარჩენილი ყინულების აორთქლებასა და გაზის გამოყოფას. ეს გაქცეული გაზები პატარა ძრავებივით მოქმედებს და ობიექტს საპირისპირო მიმართულებით მცირე ბიძგს აძლევს. თუმცა, კვლევარები ჯერ კიდევ ველოდებიან პირდაპირ დადასტურებას, თუ რა იწვევს ამ ეფექტს. მას შემდეგ, რაც 3i ატლასი მზის უკნიდან გამოჩნდება, მეცნიერები შეძლებენ უფრო ზუსტად გაზომონ ამ აჩქარების ძალა და მიმართულება. თუ აღმოჩნდება, რომ აჩქარება მოსალოდნელზე ძლიერია ან მიმართულია ისეთი მიმართულებით, რომელიც არ შეესაბამება გაზის გამოყოფის თეორიას, მათ შესაძლოა ახალი შესაძლებლობების განხილვა მოუწიოთ, როგორც ეს ადრე ოუმუამუას შემთხვევაში მოხდა. ჰარვარდის პროფესორმა ავილოებმა კომენტარი გააკეთა, რომ თუ გაზის გამოყოფა მართლაც ასეთი ძლიერია, ეს იმას ნიშნავს, რომ 3i წილადი ატლასი მასას სწრაფად კარგავს. თუ დანაკარგი არ ემთხვევა გაზის გამოყოფის მოლოდინს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ 3i ატლასი ამ იდუმალ ბიძგს სხვა მექანიზმის საშუალებით წარმოქმნის. შესაძლოა, ეს იყოს რაღაც უფრო უჩვეულო, მაგალითად, თხელი კოსმოსური ხომალდის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც მხოლოდ ბუნებრივ კომეტას გავს. თუმცა, თავადვე ადასტურებს, რომ ეს სუსტი ჰიპოთეზაა და თეორიადაც არ გამოდგება ამ ეტაპზე. უცნაური ლურჯი სპექტრი. ნამდვილი სიურპრიზი მაშინ მოხდა, როდესაც მეცნიერებმა მზის გამოსახულების კოსმოსური ხელსაწყოების ახალი ფოტოები შეისწავლეს, რადგან 3i ატლასი ამჟამად მზის მიერ არის დაფარული და დედამიწიდან უხილავია, მას თვალყურს კორონოგრაფებით ადევნებენ. როდესაც მკვლევრებმა კომეტის სინათლე სპეციალური ფილტრებით გაანალიზეს, მათ საოცარი რამ შენიშნეს. 3i ატლასი მზეზე უფრო ლურჯი ჩანდა. ეს არ ნიშნავს, რომ კომეტა შეუიარაღებელი თვალით ღია ლურჯია, არამედ იმას, რომ მისი სინათლე მზის სინათლეზე მეტ ლურჯ და ნაკლებ წითელი ტალღის სიგრძეს შეიცავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, მისი ფერთა ბალანსი ლურჯისკენ არის გადახრილი. ავილოების თქმით, მზეზე უფრო ლურჯი სპექტრი ძალიან გასაკვირია. მოსალოდნელია, რომ ტვერი მზის გაბნეულ სინათლეს გააწითლებს, ხოლო ობიექტის ზედაპირი მზის ფოტოსფეროს 5800 გრადუს კელვინზე ერთი რიგით უფრო ცივი უნდა იყოს, რაც მას მზეზე უფრო მოწითალო ფერს მისცემდა, მაგრამ ლურჯი სპექტრი დიდ კითხვას აჩენს. შეიძლება თუ არა 3i ატლასი იყენებდეს მზეზე უფრო ცხელი ენერგიის წყაროს. ავილოებმა ეს უცნაური დაკვირვება ინტერსტელარულ ობიექტთან დაკავშირებული ანომალიების საკუთარ სიაში დაამატა. სხვა უცნაური ქცევები. სანამ მზის უკან გაუჩინარდებოდა, მეცნიერებმა 3i ატლასის გარშემო სხვა უცნაური ქცევებიც შეამჩნიეს. კუდის ცვლილება. მზის სისტემაში მოგზაურობისას 3i ატლასმა დიდხანს აჩვენა ანტიკუდი, ტვრის ნაკადი, რომელიც მზისკენ იყო მიმართული და არა პირიქით. პერიჰელიუმამდე მისვლამდე ცოტა ხნით ადრე ეს ანტიკუდი მოულოდნელად ჩვეულებრივ კუდად გადაიქცა, რომელიც მზისგან მოშორებით იყო მიმართული. სინათლის არანორმალური გაბნება. ობიექტის გარშემო მზის სინათლის გაბნება ძალიან უჩვეულო ქცევაა. მან აჩვენა ძლიერი უარყოფითი პოლარიზაცია, სინათლის ეფექტი, რომელიც არასოდეს ყოფილა ნანახი არც ერთ სხვა კომეტაზე. დამცავი გარსი. 3i ატლასის გარშემო არსებული გაზის მოლეკულების ფენები, როგორც ჩანს, ერთგვარ დამცავ გარსს ქმნიდა, რაც სრულიად მოულოდნელი იყო. ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ ობიექტის ბირთვის შიდა რეგიონში უპირატესად ნიკელია, ძალიან მცირე ან თითქმის არარსებული რკინით. გასაკვირია, რომ კომასთან შერეული სხვა ფენა მდიდარია ციანიდის ნაერთებით. გარე გაზის მასაში კი ნახშირორჟანგი და ნახშირბადის მონოქსიდი ჭარბობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ზედაპირთან ახლოს არსებული მასალა ძალიან გასხვავდება იმისგან, რაც უფრო შორს არის, რაც ადრე არასოდეს გვინახავს. ასეთი არათანაბარი ქიმიური ნიმუში შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ობიექტი ძალიან განსხვავებულ გარემოში ჩამოყალიბდა. მაღალი რეზოლუციის სურათები.
ამ ინტერსტელარული ობიექტის საუკეთესო გამოსახულება გადაიღო High-Rise კამერამ მარსის ორბიტერზე, Mars Reconnaissance Orbiter, როდესაც 3i ატლასი 2 ოქტომბერს მარსს 30 მილიონი კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა. ეს არის უმაღლესი რეზოლუციის სურათები, რაც კი გვაქვს. თუმცა, NASA-ს ეს სურათები საზოგადოებისათვის ჯერ არ გავრცელებია, რის გამოც ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ NASA შესაძლოა შეგნებულად მალავს 3i ატლასის საუკეთესო გამოსახულებებს. მონაცემები გადაღებულია მთავრობის დაფინანსების შეჩერებიდან 1 დღის შემდეგ და ჯერაც არ არის გამოქვეყნებული. ყველაფერი დანარჩენი, რაც ინტერნეტში NASA-ს სახელით ვრცელდება, არის ყალბი და ხელოვნური ინტელექტით დამუშავებული, მათ შორის კოსმოსური ხომალდის ფოტო. ობიექტის სამომავლო გზა. მზესთან ახლოს ჩაფრენის შემდეგ 3i წილადი ატლასი ახლა იუპიტერისკენ მიემართება. ამ მოგზაურობისას ის დედამიწასთან ყველაზე ახლოს მოვა, რაც მეცნიერებს ობიექტის საუკეთესო და დეტალური სურათების გადაღების იდეალურ შესაძლებლობას მისცემს. იუპიტერის გავლის შემდეგ 3i ატლასი გააგრძელებს მოძრაობას მზისგან მოშორებით, ჰიპერბოლური ტრაექტორიით, რომელიც მას ჩვენი მზის სისტემის გარე კიდეებისკენ წაიყვანს. თავდაპირველად ის მზის სისტემაში მშვიდოსნის თანავარსკვლავედის მიმართულებიდან შემოვიდა, იგივე რეგიონიდან, საიდანაც ერთადერთხელ მოსული ცნობილი და იდუმალი ვოუ სიგნალი დაფიქსირდა. იუპიტერის გავლის შემდეგ ობიექტი ქალწულისა და ლომის თანავარსკვლავედებში გადაინაცვლებს და ღრმა კოსმოსში დაბრუნებას გააგრძელებს. და მაინც, რატომ გვეშინია ან მინიმუმ რატომ გვაინტერესებს ასე ძალიან ეს ობიექტი? მაშინ, როდესაც მზის სისტემაში და დედამიწის გარშემოც მილიონობით კომეტა და ასტეროიდია. იმის მიუხედავად, რომ NASA და სხვა სააგენტოები ამტკიცებენ, რომ კომეტა დედამიწისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ის ჩვენს პლანეტასთან ახლოს 270 მილიონ კილომეტრზე მეტ მანძილზე გაივლის. ავილოებმა გამოთქვა ვარაუდი საიდუმლო მანევრის შესახებ, რომლის შედეგად ობიექტმა მზის მიღმა დამალვის შემდეგ შესაძლოა დედამიწისკენ აიღოს გეზი. მეცნიერები ამას უწოდებენ შავი გედის, Black Swan-ის მოვლენას, რადგანაც სულ რომ არაფერი მისი უნიკალურობისა და პოტენციური შესაძლებლობის გამო ამ ობიექტმა შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს ჩვენი შეხედულებები კოსმოსზე. თუმცა ამ ტერმინს კონსპირაციულ კონტექსტში იყენებდნენ, მისი არაბუნებრივი თვისებების ხაზგასასმელად. საბოლოო ჯამში მეცნიერთა უმეტესობა, მათ შორის NASA-ს ექსპერტები, თანხმდება, რომ 3i წილადი ატლასი არის ბუნებრივი ვარსკვლავთშორისი კომეტა, რომელსაც აქვს უჩვეულო ქიმიური შემადგენლობა. მისი სხვა ვარსკვლავურ სისტემაში წარმოშობიდან გამომდინარე. თავად ლოები აღნიშნავს, რომ მისი თეორიები ალტერნატიული შესაძლებლობების განხილვის საშუალებაა და მიზნად ისახავს მეცნიერული წარმოდგენების გამოწვევას. თუმცა, მისი მოსაზრებები დიდი რეზონანსის და კონსპირაციების საფუძველი გახდა. მოკლედ, გავაგრძელოთ ამ უცნაური ობიექტის მიმართ ინტერესის გამოვლენა და მეცნიერებთან ერთად დაკვირვება. თუმცა, ვისურვებდი, რომ უცხო პლანეტელებთან შეხვედრის დიდი სურვილის მიუხედავად, საღი აზრი და ობიექტურობა არ დაგვეკარგოს. მე ამით დაგემშვიდობებით და ხელშესახები განახლებული ინფორმაციის არსებობისთანავე დაგიბრუნდებით ამ თემით. მანამ კი გთხოვ, რომ გამოიწერო არხი.